Საომშვიდობის მეგობრებო, მოკლედ ჩაიარა ამ ასე რომ ვთქვათ მრისხანე აქციის მოლოდინის ფონზე ინაugurაციამაც და ყველამ კარგად დაინახა, რომ რასაც ესენი იძახდნენ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და მის ირგვლივ შემოკრებული ოპოზიციონერები და ესენი რაღაცა დავაჩვენო ეს 4 დღის წინანდელი არის რომ თურმე უნდა გამაგრებულიყვნენ ეს ანადოლიძე არის პროფესორი მეცნიერი ანადოლიძე არის და თურმე ესენი 29-ში მაგრდებოდნენ ორბელიანის სასახლეში და იქედან ბრძოლით თუ გამოიყვანდნენ ამას, მაგრამ რატომღაც არც პრეზიდენტი აპირებდა გამოსვლას, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი გამოსვლას, ძალით თუ გამომიყვანენ, მაგრამ როგორც ხედავთ, როგორც მზემაღლა არის, ისე დამთავრდა ამის ეპოქა, ამ ძუკნაქალის ეპოქა და ამით არ დამთავრებულა მისი წინაპრების დაწყებული დიდი საქმე, ბრჭყალებში დიდი საქმე სამშობლოს ღალატისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის რანგში დასრულდა. თუმცა სამშობლოს ღალატს როგორც აგრძელებდნენ, ისე აგრძელებენ. გააგრძელებენ მომავალშიც კიდე. მაგრამ აი ამათზე მაინტერესებს ერთი ამათზე ამ ოპოზიციონერებზე, ამ პოლიტიკოსებზე, რომელსაც რო კითხო რომ პოლიტიკოსები არიან და ხალხს შეპირებული სიტყვის პასუხისმგებლები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინმე რაიმე მოიმოქმედა? მოიმოქმედა ვინმე? ვერ მოიმოქმედა, იმიტომ რომ ამათ უნდათ ყველაფრის გაკეთება სხვისი ხელით. და რაღაცა მეტნაკლებად დაბრძენდა საქართველოში რაც კატეგორია ადამიანების, რომ ასე ბრმად არ ეგებიან ახლა ამ იმას, რა ქვია, თუ არ ჩავთვლით იმ გამოშტერებულ ახალგაზრდობას, რომლებსაც, რა ვიცი, მოწამლული ყავდა მთელი ამ ფონდების გამოზრდილი ხალხი. მაგრამ დასრულდა ეპოქა, როგორც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის საქართველოში, რით დაამახსოვრა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და ქართველ ერს. მე თუ ვინმე გამახსენებს 6 წელი იყო პრეზიდენტი, სხვათა შორის 6 წელი ეჭირა ეს პოსტი. 6 წლის მანძილზე თუ ვინმე გამახსენებს მე რაიმე ნორმალურ, ღირსეულ, გააზრებულ ქმედებას, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის წყალობით ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანა, მაშინ მე ხელებს ავწევ. ერთი გადაწყვეტილება. ვერანაირად ვერ გაამართლებს ამას ის ფაქტი, რომ ზოგიერთები რო არიან ეს გამპრავებლები, რომ აი რა იცოდა ბიძინამ, დიპლომატი იყო, ეს იყო, ამხელა გამოცდილების იყო. და მე გამხდარა თურმე სალომე ზურაბიშვილი, მე რაღაც პრეზიდენტის სკამს აქვს ესეთი ის, რომ დადებენ ერთ ადგილს და მე თურმე იცვლება ცვლის სკამის ცვლის ადამიანს. ხო და სალომე ზურაბიშვილის წვლილი მარტო არ არის ეგ ყველაფერი. აი გუშინაც ახლა ნასვამი ვიყავი მოვდიოდი კი ვიგინე და კი ლანძღე და სულ შევაგინებ ბიძინა ივანიშვილს. სულ შევაგინებ. იმიტომ რომ რო არა ბიძინა ივანიშვილი, ქართული საზოგადოება და ქართველი ერი და ჩვენი ქვეყნის ბედი ასე არ იქნებოდა. ასე არ იქნებოდა და ნუ გადაგვაყოლეთ რა ერთი მაგის გაცემულ ანგარებიან ქველმოქმედებას რა, რითაც მოისყიდა ხალხი. სალომე ზურაბიშვილი მისით ვერავიდოდა იქ. ამიტომ ის რაც სალომე ზურაბიშვილმა მოუტანა ქვეყანას უბედურება, მკვლელების შეწყალება, მოღალატეების შეწყალება, დამნაშავეების შეწყალება, გაგახსენებთ, ვისაც მიგავიწყდათ. ოქრუაშვილის, უგულავასი, გვარამიასი, პედოფილების, სხვათა შორის ცხონებული ოთხმეზურის შვილის მკვლელის. ელემენტარული ადამიანი, რომელიც მის
ცხონებული მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა აქტიურად. აზერბაიჯანთან არეულობის გამოწვევა, სხვა უამრავი, ყველაფერში ეს ძუკნაქალი იყო გარეული. პოლიციელების მკვლელების შეწყალება და ამაში ვისი კიდე იმის, რა ქვია, ლაზარიკოს შეწყალება და მსგავსი რაღაცეები. ამიტომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და ის რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით გააკეთა ეგ ყველაფერი საქართველოში. ისევე როგორც მარგველაშვილმა რაც გააკეთა. ისევე როგორც სააკაშვილმა რაც გააკეთა. და რომ გამოვა ეხლა აქ ვიღაცა დებილი ხალხი და იმას რო აფრიალებენ და ქვია ვაიმე ბიძინა დაასანქცირეს და ვაიმე ღმერთი უდგას გვერდით ბიძინას და ქართველი ერი უდგას. ბიძინა ივანიშვილის რომ დომოდა ქართველი ერის გვერდით დგომა 2012 წელს ქართველმა ერმა რო აირჩია მოიყვანა და გვერდში დაუდგა, ეს სოროსი არ წავიდოდა და კი არ ჩაიხუტებოდა და კოჰაბიტაციებს და რამეს კი არ გამოაცხადებდა, აი მაშინვე დაიწყებდა წმენდას და მაშინვე დაიწყებდა ამათ დასამარებას, მაგრამ არა. ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა საქართველოს და ქართველ ერს, მუდმივად დააყენა ქართველი ერი ერთი უბედურების არჩევანის წინაშე. ხო, თუ დამოკლე მახვილით, მე თუ არა ესენი მოვა და სულ უყურებდა საზოგადოების გატეხვას. სულ გატყდებოდა თუ არა საზოგადოება. მგელი მოდისო და აი ჩემს მეტი არავინ. ეს გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ერს. ამ 12 წლის მანძილზე. ხო, აი ერთ ქალბატონი წერს, რომ ყველაფერიო, მაგრამ ზურაბ ჟვანიას ცოლი და ძმაო რამ გამოაშტერავ. ქალბატონო ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ძაღლი მიაკვდა საფლავში ზურაბ ჟვანიას. ყველაფერი უბედურება რაც საქართველოში მოხდა, ჟვანია იყო პირველი. ესე იგი, დაუძინებელი მტერი იყო ზვიადის და მერაბის და ეროვნული მოძრაობის. აგენტი იყო. მწვანეთა პარტიის აგენტი. აი ამ ლიბერასტების აგენტი იყო და მისმა ფრაზამ მე ვარ ქართველი მაშასა და მე ვარ ევროპელი დღემდე უპავს მისი ეს ფრაზა და მის მიერ ნაკეთების საქმე. მაგრამ კაცო, კვლელობაა ხო მომხდარი. 12 წლის წინ ერთ-ერთი ეგ მიზეზიც იყო, რომ ჟვანიას კვლელობას გამოიძიებდა. შეიყვანა ჟვანიას ძმას პარლამენტში. მაშინ არ მოუღია იმას ხმა. ისე როგორც უნდა ამოიღო. ცოლს საერთოდ ვინ ეკითხება? ჟვანიას ცოლიდან და ძმიდან რა გიკვირთ? ივანიშვილს არ ქონდა ვალდებულება? ივანიშვილს არ ქონდა იმის ვალდებულება, რომ როგორც სახელმწიფო სისტემას გამოეძიებია? აი ცოლი და ძმა, აი, გადავიდნენ იქით, იმიტომ რომ მოატყუეს, შეპირდნენ, უთხრენ. გამოვიძიებთო და არ გამოიძიეს. გაწმილებული დარჩა ეს ხალხი. და შეეკრა ვთქვათ იქეთ ამ ხარის. ელემენტარულს თქვენ კითხვას რატო არ სვამთ? რატო არ გამოიძია ივანიშვილი? ისევე როგორც არ გამოიძია სხვა უამრავი მკვლელობები. აი ერთი კითხვა მაგ, რატო არ უჩნდება საზოგადოება? ის რომ კითხვათ უჩნდება, რომ ძმა და ცოლი გადავიდა იქეთ მხარეს, ეს კითხვა რატო არ უჩნდებათ? გამოიძია? ძალიან დიდი ხმები მიიღო სხვათა შორის 2012 წელს ჟვანიას გამოძიებიდან გამომდინარე და ყველას კარგად გვახსოვს, რომ სურათებს როგორ აფრიალებდა. მაშინ გამოჟონა ინფორმაციამ გარდაცვალების პერიოდის სურათების, რომლებიც არ იცოდა საზოგადოებამ, თუ ზურაბ ჟვანია როგორ იყო ესა რა ქვია, მოკლული. გაცემ ჩემი ძმა მაგაზე პასუხს. აი 30 წელი რო არის აგენტურა, ხო? მე 30 წელი რო არის აგენტურა გადგმული საქართველოში.
დაინახე რომელიმე ქმედება ამ აგენტურიდან გათავისუფლების? ნახე რომ ივანიშვილის მიერ გადადგმული ნორმალური საკადრო პოლიტიკა ნახე თვინმე? ერთი კახიშვილი ყავდათ ნორმალური მინისტრი პენიტენციარული სისტემის პატიმრების სისტემა როგორ გამოასწორა და ისიც კი მოტეხეს ხოცებმა და გადააგდეს იქეთ. არავის არ აინტერესებს. და სულ ეს ვისაც ხედავთ ამ ყველა ნაბოზვარი და ყველა ჩათლახი ბიძინა ივანიშვილმა წამოწია. მე ეს აგენტურა თავის საქმეს აკეთებს. სანამ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხო ეს აგენტურა, მანამდე ბიძინა ივანიშვილს ამის პრობლემა არ ქონდა. ეს აგენტურის ხალხი მინისტრებიც ყავდა, დაწინაურებულიც აყავს, მოსამართლეებში და ასე შემდეგ. აი როცა შეეხო ბიძინა ივანიშვილს, ახლა გახდა თურმე აგენტურა. და ახლა გახდა თურმე სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი რო ცუდია და მოღალატეა შთამომავლობით, რა ბიძინა ივანიშვილი უკეთესია, ამიტომ ხალხო ელემენტარული გამგებლად არ დაინიშნება ადამიანი. გამგებლად. თუ იმაზე უშიშროება არ დაწერა დასკვნა ვინ არის, რა არის. სალომე ზურაბიშვილი და ესენი პრეზიდენტებად და მინისტრებად დააყენეს და კაციშვილს არ უკითხია ვინ იყო. ეხლა მინდა ერთი რაღაც აგენტურასთან დაკავშირებით იმას თქვა, რა ქვია, გავაკეთო ერთი განცხადება. ბოლო დროს სოციალურ ქსელში შავ ნოდარას გადაცემაში იყო აი ეს ვაჟბატონი ყავდათ იმასქნელი, რა ქვია, რომ თურმე გაიქცა საქართველოდან ამერიკაში ცხოვრობს თურმე და ეს შავ ნოდარას ჰქონდა ჩაწერილი ინტერვიუ ამასთან, რომ თურმე იმას შვება, რა ქვია, შაიშმელაშვილზე მაგ ლაპარაკი, შაიშმელაშვილზე. და პოლკოვნიკი შეიარაღებული ძალების თურმე ნამუსმა გაუღვიძა პოლკოვნიკ კაცს ნამუსმა გაუღვიძა თურმე და ნამუს გაღვიძებულმა თურმე წამება ვერ აიტანა თურმე ახალგაზრდების და თურმე ეს ყველაფერი მათ რა ქვია გულთან მიიტანა და გაიქცა ოჯახთან ერთად და სამშობლოს ემსახურებოდა ერთგულად და ვაიმე და ეს რა ხდება. იცით ვინ არის ეს ვირთხა ვინ არის? და დაუწყო იმას ეკლესიას ლანძღვაგი კი ბატონო რაც ეკლესიაში ხდება და რასაც ჯაღმაიძე აკეთებს და სხვები აკეთებენ ყოველთვის მილანძღია რა ვიცი მithქვია და ვიტყვი კი ბატონო ზუსტად ჩემს ძმასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა აი ეს ნაგავი ჯერ ერთი არც ქრისტიანია არის ებრაელი რო იცოდეთ ებრაელია ეს რომელიც იყო ისრაელის აგენტი ჩანერგილი ქართულ შეიარაღებულ ძალებში. რო იცოდეთ, ადამიანი რადონი სპიტალოა. მეთაური იყო და სავალდებულო ჯარის ჯარისკაცებმა ერთიანად გალახეს. აი, როცა ოფიცერი კაცი, მეთაური კაცი ისე გაიხდი თავს რო ბატალიონი რო გაგლახავს, იქ შენ საერთოდ ფორმა არ უნდა გეცვას არას. საერთოდ ცხოვრებაში, არათუ პოლკოვნიკი უნდა გახდე. აი ამ ნაგავის ბაზიდან იკარგებოდა ტყვიები, რომელი ტყვიებიც მე აღმოჩნდა გაბრიელ ბერის სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს. ებრაელია, ნუ მასწავლეთ ჭკუას არის თუ არა და ძალიან კარგად ვიცი ვინცაა და რაცა. ებრაელია. ტერორისტების ხელში ხდებოდა. საბრძოლო ტყვიები, რომლითაც მე სპეცრაზმელები ჩვენ სპეცრაზმელებს ესროდნენ და მოკლენ კიდეც. არ უნდა რა ამ ებრაელებს ტრაგზე ხელის მიფარება თქვენგან რა, თუ შეიძლება. ძალიან კარგად ვიცი ვინ არიან და რა არიან და რას აკეთებენ საქართველოს მიმართებაში. მე რატო წინთ არ ვიცი მე. ერთი ებრაელი მაჩვენეო, რომელმა გვიღალატაო. ხო, რა თქმა უნდა, შეგეცოდებოდათ. მე მეორე. და სხვათა შორის ჩვენი სპეცრაზმელები ამის გაყიდული ტყვიებიდან დაიღუპა. რო იცოდეთ რა, იმ ნაწილიდან დაკარგული ტყვიებიდან. დაკარგული ბრწყალებში. ეს იყო შტაბის უფროსი. მეორე ჩემ ძმას პირადად ჰქონდა საქმე აი ამ ნაგავთან. იმიტომ იქ იყო უშუალო მეთაური იყო შაიშმელაშვილი. ახლა თურმე წამებას რო ვერ იტანს თურმე და თურმე გულმა რო ვერ გაუძლო თურმე რა ამას და თურმე
ხმა რო ამოიღო თორემ. ამის ბაზაზე მოხდა ბავშვების წამება. ბავშვების წამება. რომელზეც ჩემმა ძმამ და მეორე ოფიცერმა ამოიღეს ხმა. ხიდაშელის მინისტრობის პერიოდი იყო. პროკურატურაშიც აღიძრა საქმე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმულმა ქალბატონმა ხიდაშელმა თავისი ნიფხავი გადააფარა. ჩემი ძმა და ესენი იძულებული გახდნენ შეიარაღებული ძალები დაეტოვებიათ და წამოსულიყვნენ საბოლოო ჯამში ემიგრაციაში აღმოჩენილყვნენ. აი ეს კიდე ამდენი ხანი პოლკოვნიკად იჯდა. ეხლა გამოვიდა და ისე უცოდველი კრავივით ლაპარაკობს. არ არის ეს არც ქრისტიანია და არც ქართველია რო იცოდეთ ისე რა. რომელმა ქვეყანამაც ჩანერგა ქართულ შეიარაღებულ ძალებში იმ ქვეყნის დავალებას წარმატებით ასრულებს. ბოლო დროს ისრაელს და საქართველოს მთავრობას შორის დიდი დაძაბულობა და ებრაელები იმათ მხარეზე არიან. იმიტომ სოროსული ინტერესები და დიდი დავით კეზერა ებრაელი არის დაჯახებული ამაზე და ქოცებზე და არ მოწონთ ეს ყველაფერი იმათ მხარეს იკავებენ, იმიტომ რომ ქოცებმა ბოლო დროს რაღაცა ირანთან და ამათთან დაიწყეს ურთიერთობების დალაგება და ებრაელების თვალში არ მოდის ეს ყველაფერი და ებრაული ლობი თავის გასაკეთებელს აკეთებს. რო იცოდეთ, საქმის კურსში რო იყოთ. აი ამ ნაგავს ხელს აფარებდა ამდენი ხანი ბიძინა ივანიშვილი, მისი პროკურატურა, რომელიც დიდი ხნის წინათ უნდა ხეხავდეს ციხეს. ეს არის სიმართლე. და ეს არის რეალობა. არ ვიცი, ჩემო ძმაო, რატო არ გაიქცა და სად გაიქცა, სადაც კარგად იქნება, იქ წავლიან. და დაუკმაყოფილებენ კიდეც და ხელის გულზეც ეყოლებათ. იკითხოს გაჭირვებულმა ქართველმა, უბრალო ქართველმა, ჩვენ ვიკითხოთ, რომ პატრონი არ ყავს, თორე ეგენ მისიანებს არ ტოვებენ არსად. და კარგად არიან და აკეთებს იმ დავალებას, რასაც აკეთებს. და ის ტევი პირველი და ეს ყველაფერი არის საერთო ჯამში ამ ყველაფრის მიზანი არის საქართველოში არეულობა და უბედურება. და ომით, რომელთაც უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. იმის ერთ-ერთი კომპონენტია ამ ყველაფრის ახლა ეს. ხო და მე იმას ვლაპარაკობ, ჩემო გარგებო, რომ ვინც ამ სისტემას დაუპირისპირდა და ვინც ამ სისტემის წინააღმდეგ ხმა ამოიღო, ყველა იქნა გაქცეული და დევნილი, შეზღუდული და შევიწროებული. თუ არა ეს მოღალატეები და ისეთი როგორც არის ზურაბიშვილი და სხვა ნაძირლები, შთამომავლობით მოღალატეები და ესენი. კი ბატონო, კი, ამერიკაში არის ებრაული ლობი თუ არის ძირითადად, აბა სადაა დაპირისპირებული ხარ ამერიკასთან, მაგათანაც ახარ დაპირისპირებული. და ვინც ამ ყველაფერს თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა, ჩვენ ყველა ვიყავით ცუდი. ცუდი ვიყავით. და რას ამბობ ბატონი ბიძინას პროკურატურა და ცოცხს ხوار გიკეთებენ, დუბინკას ხوار გიკეთებენ, მე არც ნაცების დროს არ მიკეთებდა არავინ ცოცხლა დუბინკას. ის ჩემო გარგებო. და არც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ გამიკეთებენ. ხო. რო იცოდეთ ისე. რა ვქნათ ახლა? ვის მივაწეროთ, ჩემო გარგებო, ამდენი უნამუსობა? არა ივანიშვილის ბრალი? არა ქოცების ბრალი? მანახეთ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ქოცების ერთ-ერთ უდიდეს თანამდებობებზე არ მუშაობდა, ან კოჰაბიტირებული არ იყო ქოცთან. ამიტომ, როდესაც ვამბობ საქართველოს არაფერი არ იშველება თქვა, არ იშველება. სიმართლის თქმა არავის არ უნდა. საკუთარ თავზე ამ სიმძიმის აღება არავის არ უნდა. ბრძოლა არავის არ უნდა. ყველას ურჩევნია ბიძინას გზას დაადგეს და პარტიიდან იბრძოლოს. არა უშავს დამელოდო შევა. აი ამის თქმა მინდოდა რა. ასე იქნება მომავალშიც. რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს. თუ ხალხის მიერ არ იქნა კონტროლირებული და თუ ხალხის მოთხოვნები არ შესრულდა, არასდროს არაფერი საშველი არ იქნება, იმიტომ რომ
ხელისუფლება რყნის. აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად რყნის. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღმერთად გამოაცხადა ქართველების დიდმა ნაწილმა, იმ ეგრეთ წოდებულ ღმერთს მეთქი არაფერი არ უნდოდა. და ახლა მიიღეთ ის. ასე იქნება კიდე დიდხანს. სანამ საქართველოში არ მოიძირკვება მეხუთე კოლონა. მეხუთე კოლონა და მოღალატეები, პრეზიდენტებით დაწყებული, მინისტრებით გაგრძელებული და ეს პოლკოვნიკებით და ოფიცრებითაა გავსებული საქართველოში. ამიტომ არ იქნება არანაირი სიკეთე. კარგი შემოკარგებო. გემშვიდობებით და არ ვიცი ჩემო ძმაო, ვინც კიდე ის იყავი, რაერისაც კიდე იმის იყავი ძმაო, მაგრამ ადამიანი იყავი. ადამიანი იყავ. ხო და მე ადამიანები ნაკლებად აღმოაჩინე რა. ხო, არ ვიცი. რო იციან თქმა, აჩვენეთ ერთი ებრაელიო ვინ უღალატაო საქართველოს. ორს გეტყვით მარტო აგერ. კეზერაშვილი და რა ქვია მეორეს. იაკობაშვილი, მარტო მიშას დროს. ეს მესამე. შალელაშვილი რო ყავდათ ის მეოთხე და კიდე რამდენი. რა ვქნა ახლა ეგენ თუ ებრაელები არიან, ჩემი ბრალია? კარგი, კარგად ზანდებოდით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.